გაგაცნობთ ჩვენი სოფლის, იტავაზის მოკლე ოჯახურ ისტორიებს და ტრადიციებს. სოფელში მევენახეობა საუკუნეებს ითვლის. მისი სახელიც იტავაზა ვაზს და თავაზიანობას უკავშირდება. ამბობენ, რომ ამ ადგილას პირველი ვაზი ერთმა მოხუცმა დარგო, იმ იმედით, რომ მისი შრომის ნაყოფი მომავალ თაობებს გადაეცემოდა. გავიდა წლები, ვაზიც გაიზარდა, ფესვები გაუმრავლდა და სოფელს მის სახელს დაემსგავსა. აქ ყოველი მტევანი ისტორიას ინახავს. ამ ისტორიის დამადასტურებელია ჩვენს მიერ მონახულებული სოფლის მკვიდრების, ვალიკო, გერვასი და არსენ შაუშაძეების უძველესი მარნები. ამ ოჯახებში ვნახეთ უზარმაზარი ქვევრები, რომელთაგან ზოგიერთი მიწითაა ამოსებული და აღარ ფუნქციონირებს. ვნახეთ ასევე ქვის დიდი საჭყრეტი დოლაბი, ქვისავე საწნახელი, რაც ყურძნის მოსავლის რაოდენობაზე მიგვანიშნებს. ღვინის შესანახი მუხის უზარმაზარი კასრები, ნივთები, რომლებსაც ქვევრების მოსავლელად და ღვინის დასამზადებლად იყენებდნენ, სარცხლები, რომლითაც ქვევრებს რეცხავდნენ, ორხელი, ნარიცხი წყლის ამოსაღებად, მაწაწური, ტილო ქვევრის ამოსაშრობად. ყველა ნივთი, რომელსაც მოიხმარდნენ ბუნებრივი მასალისგანაა დამზადებული. აქვეა უზარმაზარი ქვის მაგიდაც. დღეს ეს ნივთები თითქოს ჩუმად არიან, მაგრამ წარსული სხვა მაინც ისმის. კედლებს შრომისა და ღვინის სურნელი შერჩენიათ. ერთ დროს აქ ყოველი შემოდგომა სიცოცხლით ივსებოდა, ყურძნის კრეფით, სიმღერით და ღვინის დაყენების რიტუალით. ეს ტრადიცია არ გამქრალა, ის დღესაც გრძელდება. ძველი და ახალი აქ ერთმანეთს ერწყმის, წასული გვასწავლის აწმყოქი გზას აგრძელებს. ჩვენ ვესტუმრეთ ჩვენი თანასკოლელის, ილია გოგობერიშვილის ბაბუის, გიზო გოგობერიშვილის ოჯახს. მათ ოჯახში არის სიყვარულით, სითბოთი და ურთიერთპატივისცემით დამთბარი გარემო. აქ ყველა შრომის მოყვარე, მოსიყვარულე, ხალისიანი და სტუმართ მოყვარეა. ამიტომ აქ ვაზიც განსაკუთრებულად ხარობს. მის მარანში ტრადიცია ცოცხლობს. აქ ვაზი ზრუნვას, შრომას და სიყვარულს ერწყმის. ყველა ნაბიჯი გამოცდილებას და ცოდნას ეფუძნება. მარანში თითოეულ დეტალს თავისი მნიშვნელობა აქვს. აქ ვაზის კულტურის ცოცხალი ისტორია. ამ ოჯახის გამოცდილება და ტრადიციები ჩვენთვის საინტერესო მოსასმენი აღმოჩნდა. დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ სოფლის ტრადიციები, განსაკუთრებით მევენახეობა, მხოლოდ წარსულის ნაწილი არ არის. ეს არის ცოცხალი კულტურა, რომელიც ჩვენზეა დამოკიდებული. თუ ჩვენ შევძლებთ ამ ცოდნისა და სიყვარულის გადაცემას მომავალ თაობაზე, ვაზი კვლავ გააგრძელებს სიცოცხლეს ჩვენს ეზოებში, ჩვენს ოჯახებში და ჩვენს გულებში. მოდით, არ დავკარგოთ ის, რაც საუკუნეებმა შემოგვინახა. გავუფრთხილდეთ ვაზს და ერთად შევქმნათ მომავალი.